ლიზინგის ყოველთვიური საზღაურის კალკულაცია დამოკიდებულია ლიზინგის აქტივის ღირებულებაზე, ლიზინგის ვადასა და საპროცენტო განაკვეთზე. ის როგორც წესი შედგება ლიზინგის ძირითადი თანხისაგან, პროცენტისაგან და დაზღვევისაგან. ასევე სალიზინგო საზღაური მოიცავს გადასახადებს, კერძოდ დამატებითი ღირებულების გადასახადს და ქონების გადასახადს. შეგვიძლია განვიხილოთ თითოეული მათგანი ცალ-ცალკე. ლიზინგის ვადის განმავლობაში სალიზინგო კომპანია ინარჩუნებს აქტივის ფლობის უფლებას. შესაბამისად, ქონების გადასახადს ადეკლარირებს და უზრუნველყოფს ბიუჯეტთან ანგარიშწორებას. ამავდროულად ამ გადასახადის, როგორც ლიზინგის საზღაურის ნაწილის გადახდის ვალდებულებას გადასცემს ლიზინგის მიმღებს. შესაბამისად, ლიზინგის მიმღები სარგებლობს შემდეგი ბენეფიტებით. მომხმარებელი თავისუფლდება ლიზინგით მიღებული აქტივის ქონების გადასახადის კალკულაციის, დეკლარირების და ბიუჯეტთან ანგარიშწორების ვალდებულებისაგან. მას საშუალება აქვს სალიზინგო კომპანიას ეტაპობრივად ლიზინგის სრულ ვადაზე გადანაწილებით გადაუხადოს ქონების გადასახადი. მაშინ, როდესაც ლიზინგის გარეშე აქტივის შეძენის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებული იქნებოდა ყოველწლიურად ერთიანი გადახდით, ავანსად, ქონების სამასო გადასახდელის სახით გადაეხადა ქონების გადასახადი. აქტივების უმეტესი ნაწილი იბეგრება დამატებული ღირებულების გადასახადით. ძირითადი გამონაკლისებია მსუბუქი ავტომობილები, წმინდა სამედიცინო დანიშნულების აქტივები და სპეციალიზირებული აქტივები. ლიზინგის მიმღებს ლიზინგის აქტივის მიღებისთანავე შეუძლეს სალიზინგო ოპერაციაზე დარიცხული დეღიგეს სრულად ჩათვლა. თუ კი ის არის დეღიგის გადამხდელი და თუ ლიზინგით მიღებულ აქტივს იყენებს ისეთი შემოსავლის მისაღებად, რომელიც იბეგრება დეღიგეს გადასახადით. შესაბამისად, ლიზინგის მიმღებს შესაძლებლობა აქვს ლიზინგით აქტივის შეძენისთანავე თანხის გადაუხდელად სრულად მიიღოს დეღიგეს ჩათვლა. ჩათვლილი დეღიგი გამოიყენოს სხვა საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად, ან დაიბრუნოს თანხის სახით და მიმართოს სხვა საოპერაციო საჭიროებებისათვის.